ფასებთან ბრძოლის იმიტაცია გრძელდება არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი კომისია, რომელიც მილიონერებით არის დაკომპლექტებული, დღესაც იკვლევდა, რატომ არის საქართველოში ცხოვრება ძვირი. სხდომაზე ქართული ოცნების წარმომადგენლები შეკითხვას სვამენ ყველა ფერზე გარდა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკასაც. შესაბამისად პასუხისმგებლობას იხსნიან და აქცენტი ბიზნესზე გადააქვთ. დღეს ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს უმასპინძლეს ეგრეთ წოდებულ კომისიას პირდაპირ უთხრეს, რომ ვერაფერს გააიაფებენ. მარკეტებს პასუხისმგებლობა მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებზე გადააქვთ, რომლებიც წინა სხდომებზე დაიბარეს. ქართულ ოცნებას მათაც განუმარტეს, რომ მაღალი ფასები მათი ბრალი არ არის და ზოგადად გაიაფება ვერ მოხდება. გაიაფების რესურსს და სივრცეს ვხედავთ ბიზნესის მთელი ჯაჭვის სწორ მოწყობაში. ანუ ეს ჯაჭვი არ იწყება სუპერმარკეტის ქსელებით. Am განცხადებით დღეს ოცნების პარლამენტში ფასების კომისიაზე მისულმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის გუნდს უთხრეს, რომ ბურთი ახლა მათ მოედანზეა. ფასების ზრდა ჯაჭვური და კომპლექსური პრობლემაა და პროდუქტების გაიაფება მათზე არ არის დამოკიდებული. სუპერმარკეტ გუდვილის გენერალური დირექტორი პროდუქტებზე ფასების ზრდას მწარმოებლების მხრიდან ფასნამატით ხსნის. 34% გვაქვსო ერთ-ერთმა მწარმოებელმა თქვა რეტრობონუსიო. სერიოზულად დამაფიქრა ამ ციფრმა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 3.5-ჯერ ნაკლები. ერთ-ერთმა კარაქის მომწოდებელმა ერთ დღეში 25%-ით რო გააძვირა მოსაწოდებელი ფასი და მეც რო უბრალოდ რამაჟაც მქონდა იგივე დავიტოვე. რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში ატყდა ერთი ამბავი, რომ აი სუპერმარკეტებმა როგორ გააძვირეს. რა როლს თამაშობს ქეშბექი პროდუქტის საწყისი ფასიდან გაყიდვის ფასამდე და მისი გაუქმების შემთხვევაში არსებობს თუ არა ფასების კლების რესურსი. უნივერსამის დამფუძნებელი განმარტავს, რომ ქეშბექს მისი კომპანია ფასდაკლებებისთვის და პროდუქტებზე ფასების დასაბალანსებლად იყენებს. ქეშბექის გაუქმების შემთხვევაში კი თუ მაგალითად ღვინოზე დაიკლებს ფასი, ეს შემდგომ პირველადი პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს. 6%-ით გაყიდული პროდუქციის მეთვიდღირებულების ხარჯი მაქვს 17%. მე სხვა მაგალითად ღვინოდან მიღებული ქეშბეკით თუ არ დავაბალანსე, ჩვენ მივიღებთ სურათს, რომ ღვინო გაგვიაფთება და შაქარი გაგვიძვირდება. ანუ მე ამ ქეშბეკს ხმარობ წმინდა შემოსავალში და ვაკლებ ჯამურად ფასს. თქვენ რასაც ბრძანებთ, რომ კონკრეტულად იმ ღვინოზე ავსახავ თუ არა, დაზუსტებით გიპასუხებთ, რომ არა. შეპესე უნივერსამის დამფუძნებელმა ფასების კომისიის ხდომაზე თქვა ისიც, რომ მისი ქსელის შემთხვევაში ფასები თბილისის მასშტაბით რაიონების მიხედვით განსხვავდება. თემქაზე ყველა ხუთთეთრიანი განსხვავება შაქარზე სენსიტიურად მოქმედებს, ხოლო ვაკეში არ მოქმედებს. ანუ ვაკეში შაქარი არ აინტერესებს მომხმარებელს 80%, 20% უყურებს იმას, შაქრის ფასს. იმას, რომ ქსელური მარკეტები ფასების გაიაფებას ვერ ახერხებენ, ადასტურებს ზღაპარის დამფუძნებელიც. პირველად პროდუქტებზე მოგება ისედაც მინიმალურია და არ ცდება 10%-ს, ამბობენ ქსელური მარკეტები და პრეტენზიებით წარმოებლებს მიმართავენ. განმარტავენ იმასაც, რომ ქეშბექს მათ დისტრიბუტორების თავაზობე და კონკურენციის შესაბამისად ისინი განსაზღვრავენ პროცენტულობასაც. წინა შეხვედრებზე რამდენიმე მომწოდებებმა გააჟღერა კიდევაც, რომ ჩვენო ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენ. ანუ შესაბამისად აქვე ჩანსა და აქვეა ნათელი, რომ მათ მიერ მოთხოვნა მიწოდება აჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც არის ქსელების მიმართ და თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ ქეშბექების სახით და თვითონვე სთავაზობენ ყველა ქსელს, რომ მეორე გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელზე. სხვა ქსელური მარკეტების მსგავსად აგროჰაბის დირექტორიც განმარტავს, რომ ქეშბექს მისი ქსელი ფასდაკლებებისთვის იყენებს და მათ შემთხვევაშიც ეს ფასნამატი 4-დან 20%-მდე მერყეობს. პროდუქტების გაიაფების შესაძლებლობად კი პროდუქტის წარმოების პროცესში ზედმეტი რგოლების ამოღებას და ლოჯისტიკის გაიაფებას ასახელებს. მინდა შევეხო ქეშბექის პირობას, ჩვენ შემთხვევაში არის 3-დან 20%-მდე. 20%-ზე მეტი არ არის, მხოლოდ ქეშბექსია. ხო, დახის გარასახადები და ის არა. დიახ, და სრულად ეს ქეშბექი მიმართულია ფასდაკლებებზე. გვაქვს საკუთარი ფერმები, საკუთარი სათბურები, აგრარული მიმართულებაც გვაქვს, ფერმული მიმართულებაც გვაქვს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთ კომპანიის ქვეშ იყრის თავს. ასეთმა წყობამ, მოწყობამ ბიზნეს მოდელმა განაპირობა ის, რომ ჩვენი გაყიდვების 40% მოდის სწორედ ჩვენს ნაწარმოებ პროდუქტზე. ოცნების პარლამენტში ფასების კომისიის ხდომას გახარიას გუნდის წევრებიც ესწრებოდნენ, აქვთ თუ არა ქსელურ სუპერმარკეტებს პროდუქტების რამდენიმე დღეში გაიაფების რესურსი და მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში რა იქნება მათი პასუხი. სუპერმარკეტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაშიც პროდუქტის გრძელვადიანი გაიაფება გამორიცხულია. ჩვენ ახლა კომიტეტის წარმომადგენლებმა მაგალითად დღეს რომ გთხოვოთ, რომ ორშაბათისთვის
პირობითად გაიაფოთ 10%-ით, პირობითად 5 ან 10 პროდუქტი. თუ თქვენი მოთხოვნა იქ რაღაც პირობითად 2 დღე, 3 დღე, თორე გრძელობა და შეაღნიშნულის გაკეთება რა თქმა უნდა შეუძლებელია. ეხლა აქ ინსტრუქციისთვის თუ მოხვედით, არ გირჩევთ. იმაში, რომ ოცნების მიერ შექმნილი ეგრეთ წოდებული ფასების შემსწავლელი კომისია ფარსია და ოცნების მიზანი პროდუქტების ფასების კლება არაა, დარწმუნებულები არიან ეკონომისტები. მათი შეფასებით ოცნება სურს წარმოაჩინოს ისე, თითქოს მაღალი ფასები მათი პოლიტიკის შედეგი არაა. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს იმასაც, რომ ფასების რეგულაციისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ რეგულირებულია მთელი რიგი ისეთი ტიპის გადასახადები, რაც ჩვენს რეალობაში და პრაქტიკაში არსებობს, მათ შორის გადახდის ვადები, რაც საბოლოოდ გარკვეული ტვირთია ყველა მწარმოებლისა თუ სადისტრიბუციო კომპანიისთვის და რაც გარკვეულ დადებით ზეგავლენას რა თქმა უნდა მოახდენს, მაგრამ ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ მნიშვნელოვნად არ დაზიანდეს ამ შემთხვევაში რიტეილ სექტორიც. ეს პროცესი ემსახურება ერთ მიზანს. დააჯეროს ქართულმა ოცნებამ, რომ არა მისი პოლიტიკა არის მიზეზი მაღალი ფასების, არამედ ამის მიზეზი არის ქართული ბიზნესი. თუ ეს არის მიზანი, მე მგონი ამ მიზანს აღწევს სამწუხაროდ ქართული ოცნება, რადგანაც ვხედავთ, რომ ერთი ბიზნეს ჯგუფი ადანაშაულებს მეორე ბიზნეს ჯგუფს, მეორე პირველს. დღეს ოცნების პარლამენტში ფასების კომისიას ხდომაზე აგროჰაბის გუდვილის უნივერსამის ევროპროდუქტის და ზღაპარის დირექტორები ესწრებოდნენ. ქსელური მარკეტების წარმომადგენლების მოსმენა კომისიაზე მომდევნო კვირასაც გაგრძელდება.